აი აბორტებზე მეუფე პატრიარქმა შიო მეუფე შიო და მიჩვეული ვარ და ერთმანეთს პატრიარქი დაპირ შიოს ვახსენებ შენი შიოა ხო აი ამაზეც გქონდა ხო აი ხო ჩვენმა პატრიარქმა ახსენა თავის პირველივე გამოსვლაში აბორტის თემა და აბორტის პრობლემები სამწუხაროდ არც ერთ სამთავრობო ტელევიზიას ეხა ნაცებზე რომ დიდი სამბით კარდებს ამზადებენ და სიუჟეტებს ამზადებენ არც ერთ სამთავრობო ტელევიზიას ეს გაკვეთაც კი გასაგებია ლაივი გადასცეს მთლიანად ლაივი გადასცეს მაგრამ არც დაჭრილი ვიდეო არც თავიანთ ნიუსებში არ უთქვიათ რომ პატრიარქმა ეს იქადაგა აი ეს თქვა აბორტის პრობლემას შეეხო დამალე საერთოდ ეს ამბავი რომ საზოგადოებამდე არ მისულიყო რომ აი პატრიარქმა წამოაყენა ეს პრობლემა რომ ეხა თვითონაც პრობლემაში გაიჩიტენ ასე თქვა ჟარგონულად რომ აი ევროკავშირიდან ეხა ესე უყურებენ რომ რას ქვია ეხა მან აბორტს როგორ აკრძალავთ თვითონაც ეს განცხადებები ევროკავშირი არ ახსენეს მაგრამ რამოდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება რომ ამის აკრძალვაო უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობსო და იქ არ დაასახელეს პრობლემები ხო რა თქმა უნდა პირველ რიგში ევროკავშირიდან ჩაარტყამენ და ეთქვიან რომ რა თქმა უნდა არა და საერთოდ არაფერი არ თქვეს ლიბერალურმა ტელევიზიებმა რა თქმა უნდა აკაკანდენ ხო ეგრევე რომ რას ქვია კაცო ეხა აბორტებზე როგორ ამოიღო ხმა და ამათმა საერთოდ დამალენ თავიანთ მხარდამჭერებს დაუმალეს სხვას კი ვერ დაუმალეს კაცო არა სხვათა შორის არც ესენი ჩამორჩნენ და ეგერ ქადაგიშვილმა არ დააყოლნა ჩვეულებრივ მაგალითად განცხადება გააუბრუნა მეორე დღესვე რა და მან საყურადღებო ის იყო რომ მარტო აბორტებზე არ იყო თან აბორტებზე არ იყო აი კომპლექსურად ესე იგი აი იდეალურად დაიწყო აბორტების პრობლემით აი მეუფეობის პერიოდში ხო ქადაგებდა ხოლმე აი მაგალითად პირველად თუ შეიკრიბნენ ესენი და რომ გამოალაგეს შანდლები 2023-ში თუ 24-ში და იქ რო იყვნენ პირში უქადაგა მეუფე შიომ მაშინ ოღონდ კონკრეტულად აბორტებზე ეხლა აბორტები მოყვა დემოგრაფიის პრობლემებზე და აი ამ მიგრაციის პრობლემებზე რომ ძალიან დიდი საფრთხეა აი ეს მიგრაცია ეს როგორც მე თარგმნეს აი ამ იმ დღეს გავშალეთ აქ ჩვენ ის რა ქვია იმას ბიჭოთა თუ დამავიწყდა ის ცრემლები ვართ იმაზე ჯიუჰანია თუ რა ჯეიხუნი მუჰამედ ალი ქვიებია ისა რა ქვია არია ესეთი ოღონდ მართლა ხო ჯეიხუნი მუჰამედ ალია თუ რაღაცა ხო და იმან როგორ გადააკონვერტირა ნახეთ ხო ანუ თქვა რომ ვითომ ადგილობრივ თემებზე იძახდა ესე გადააკონვერტირეს ვითომ ეგ და სინამდვილეში მიგრაციაზე იყო მიგრანტებზე იყო ჩამ ეს გასოსულია ჩვეულებრივ და მარტო იქიდან კაბენის ისინი მოდის რა თორე განა ის რაღაც სამთავრობო არხი ხარ გამოხვედი და ხალხო და ამაზე დაუჯდეთ და რაღაცა მოვიფიქროთ და რაღაც იქნებ შემცირებისკენ მაინც წავიყვანოთ ხოლმე არა იმა პირდაპირ გადაჭრა რომ არც განიხილებაო კაცო და მე რო გადაუარა ხალხმა ხო მე ყობახიძეს მოუწია გაეკეთებინა ეს კამპეტს რო ხო ვილაპარაკეთ დაგანახებ შორიდან რა მასეთი ის რომ ვილაპარაკეთო ხო ნუ ამათი ლაპარაკი ვიცით და მიღებული კანონებსაც როგორ ამუშავებენ მიღებულსაც კი ეგეც ვიცით არამს თუ რაღაც დაპირება ხო და მანდ ვნახოთ როგორ იქნება საქმე რა